მეზობელს კლაში ზურგით ჩიტი შეხავს ბავშვებს კითხა ჯიშიაო რომელი სამწუხარო და ვერავინ ვერ გამოიცნო დაუწერა ყველას დიდი ორები მეორე დღეს კაცმა უკანალი შეხო გამოიცან ვისი ვარო მშობელი ჯიჯიკია ეუბნება ბიჭიკია სოლი მგონი ვიღაც სხვასთან მღალატობს ბიჭიკიამ თავში ხელი შემოირდგა დაძმაკაცთან ამ თემაზე გამათობს მე თუ შენთვის სხვა ვიყავი არ მეგონა გაიგონეთ ხალხო რას ლაპარაკობს მიხო კალთან შარიშურობს თან განიცდის სოლმა რომ გაიგოს ოჯახს დამინგრევს საყვარელმა უპასუხა დამშვიდდიო ნუ წუწუნებდა ტვინი ნუ წაიღე ვერაფერსაც ვერ მიხვდება შენი ცოლი ეკი არა აგერ მეც ვერ გავიგე კაც კარნახობს კაზინოში თუ თიხუში ყველა ციბრზე ზუსტად აქვს მორტყმული ბევრი ფული რომ მოიგო იქვე კითხეს ვის გაუყოფ კითხვა იყო რთული კაცი ცოტა ხანს შეჩერდა თუთიყუშმა დაფიქრდა მგონი ეს დედა მოლი პირველ ღამე გამოვლილი პატარა ძალი მგონი ნანობს რომ ამ კაცის ცოლია დილითადრე აივნიდან გადახედა დაკმარს უთხრა რომ დამთხვევა ჰგონია არცაცია არცაცხილა მიახალა უი ეზოც რა პატარა გქონია ჯიჯიკია ეკითხება ბიჭიკია სერაფერა ხარ კარგად მინდა რომ იყვე ბიჭიკიამ უპასუხა გაბრაზებით ხო ხარ ღირსი დაგიჯდე და მოგიყვე ბიჭიკიამ უპასუხა გაბრაზებით ხო ხარ ღირსი დაგიჯდე და მოგიყვე ლომატყეში მოსაქმება რომ აკრძალა სისუფთავე იყოს როცა გავალო შეირნობის დროს უეცრად ბუშენიშნა შეკითხა აბა როგორ ახარო ხუთი დღე ავერ მოსკლიდე შიშისაგან ბუგი არა ძმაო ბეხურაო ორი ლოთი მიცვალებულს ღამეს უთევს ერთმა მკვდარზე თქვა რა კარგი ფერია მეორე თქვა კი კარგ ფერზე იქნებაო სამი დღეა რაც არ დაულევია პირველმა კი შეუსწორა არა ძმაო ოთხი დღეა რაც არ დაულევია